ესაა თქვენ მაყურებელს მადლობა მოწვევისთვის და ეს პრობლემა რაც მე რაც პოლიტიკაში ვარ 20-20 მომდი პოლიტიკაში მე მგონი ყველა გამოკითხვაში პირველი ან მეორე პრობლემა იყო საზოგადოებისთვის ინფლაცია ჩვენ მქონდა 14%-იანი 15%-იანი ინფლაცია და ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ხალხის გაღრიბების ჩვენ ქვეყანაში ამის მიზეზიც ცნობილია აი 2022 წლამდე საერთოდ ლარის ისტორია რაც დაიწყო 17 მილიარდი ლარი იყო ბრუნვაში 22-დან დღემდე, აი ამ 4 წელი გავიდა, 3 წელიწად ნახევარის დაახლოებით, კიდე 17 დაემატა, ხა 34 მილიარდია. აი, წარმოგიდგენთ, 26 წელი დაჭერდა 17 მილიარდს და 3 წელიწად დაჭერდა შემდეგ 17 მილიარდს. 17-ს დაამატებ, რა დაემართება ლარს, გაუფასურდება. გამოიხატება ზეთი გაძვირდება, პური გაძვირდება და ეს ერთ-ერთი მიზეზი. აი, სწორი პასუხი ერთი და ერთი არის, რომ აი 17 მილიარდი ლარი დაბეჭდეს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. ანუ ფულად საკრედიტო პოლიტიკა. კი ბატონო, ამიტომაც წერია კონსტიტუციაში, რომ ეროვნული ბანკი არის ამაზე პასუხი, მარტო ეროვნული ბანკი ეს წერია სპეციალურად. კეთდება ეს იმიტომ, რომ კომერციული ბანკების მოგება რო არის რეკორდული ყოველწელს, ამის გამო არის ეროვნული ბანკი როგორ ბეჭდავს ამ ფულს იაფ სესხს ადლებს კომერციულ ბანკებს და კომერციული ბანკები მე გასცემენ მოქალაქეებს და ეს სხვაობა რჩება კომერციული ბანკის მოგებად. რეფინანსირების სესხზე როა მიბული იპოთეკური სესხები და შემდეგ ეს ხო ამიტომ არის აკეთებული და თავრობის შემოსავალიც იზრდება. ამიტომ ბოლო 1 წელიწად 7 მილიარდი დაიბეჭდა, შორს ვარ წავიდეთ. აი ბოლო 1 წელი მარტივ მას რო შევადაროთ, იქნება 7 მილიარდი ლარი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ ეხლა უყურეთ რა შეასრულა. აი რო ახსნათ ეხლა გასაგებ ენაზე, თქვენ გახსიათებთ ამგვარი ახსნები მოქალაქისთვის, რატომ ვერ შესრულდა და შესრულდება ის დაპირება, რომელიც გაიცა რამდენიმე თვის წინ, სხვათა შორის წინა საახალწლო პერიოდში და შეიძლება მაშინ, როდესაც მოქალაქეს წინ ქონდა დიდი ხარჯები, რაღაც მასზე დამამშვიდებელი ეფექტი ქონოდა, ხო, ამ დაპირებას, რომ მოდი ეხა რაც მაქვს გავიღებ ეხა ამ წინა საახალწლო პერიოდში, აგერ მთავარია, მთავრობამ პირდება, რომ რამდენიმე თვეში გააიაფებს პროდუქტებს. რა არის ამაში სიმართლე და აქედან იყო ორი გამოსავალი. არის გლობალური გამოსავალი, ანუ ეს ნამდვილად პრობლემაა, ნამდვილად ხალხს აღელვებდა და ალბათ ახლო მომავალში არაფერი არ შეიცვლება და არის დიდი პრობლემის გადაჭრას. ეროვნულ ბანკთან უნდა მოგეგვარებინეს პრობლემა, რომ აღარ დაბეჭდოს ამდენი ფული და მაშინ მთავრობის შემოსავლების შემცირდებოდა ბანკების და ხალხს ეს არ მოეწონებოდა, ვინც ამას ლობირებს და მეორე უფრო ანუ ნაკლებად სწორი, მაგრამ ყოველთვის გამოსავალი იქნებოდა, რომ ცალკეულ პროდუქტებზე, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის უფრო მტკივნეული იყოს ღარიბებისთვის, გეზრუნა არა ზოგადად ქვეყანაში ფასებზე, არამედ ამ პროდუქტებზე. აი მაგალითისთვის ყველაზე გავრცელებული და ყველა რო ლაპარაკობს, მართლა საწვავი რო აიღო, აქციზი რო გააუქმო საწვავზე, საწვავი გაიაფდება. ამის გამო შეიძლება ზოგადად ინფლაცია არ გაჩერდეს, იმიტომ რომ ფული მაინც იბეჭდება და ლარი მაინც გაუფასურდება, მაგრამ ყოველთვის ადამიანი მივადა და დაინახავს, რომ საწვავი რაღაც დოზით გაიაფდა. ან მაგალითად სხვათა შორის აი რეფერენტულ ფასების სისტემაზე იყო ამ კომისიის დასკვნაში არის საუბარი, რეკომენდაციებით გეცოდინება რომ მიმართეს კობახიძეს და ერთ-ერთი რეკომენდაცია მაგალითად მედიკამენტებზეა, რომ რეფერენტული ფასების სისტემა და ქრონიკული დაავადების მართვის პროგრამის გაფართოება მოხდეს. კი ბატონო, ხო და პირიქით უნდა ყოფილიყო რეკომენდაცია, ხურეთ, იმის ნაცვლად რომ როცა მთავრობა შემოიღო ფასების რეგულირება წამლებზე ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას მაშინ ჯერ კი ღარიბაშვილის მთავრობას, რომ ამის გამო ან წამლები გაქრება ან ფასები არ დაიწევს, ან უარესი ხარისხის წამლები გვექნება. იმისას რომ მოიხსნას ეს რეგულაციები და რაც შეიძლება მეტი წამალი შემოდიოს, რაც შეიძლება უფრო იაფად, პირიქით კიდევ უფრო მეტ რეგულაციებს აკეთებენ. ან უბრალოდ შორს ვარ წავიდეთ პომიდორზე ჩხუბი რომ მიდის მარნეულში. რომ პომიდორი გაიაფდაო. და პრობლემა თუ სახელდება ეს, ან ყურძენს რო ასუბსიდირებს მთავრობა, ანუ პომიდორი ხო უფრო იაფი გჭირდება, თუ გჭირდება, ესე იგი ის უნდა თავისუფლად შემოდიოდეს თურქეთიდან, რა ვიცი, აზერბაიჯანიდან და ასე შემდეგ. თუ ჩვენ არ უშვებთ ამ პომიდორს, ვებრძვით ამ პომიდორს, მაშინ ის ხო არ გაიაფდება. თუ რა ვიცი, ყურძენს ვასუბსიდირებთ ყოველწელს, ყურძენი ხო ამის გამო უფრო ძვირი იქნება. სანდრო, ეხლა რა მითხარით, იცით, აი ამ თემაზე შეჭიდება ვახსენეთ და ამაზე მინდა რომ გითხრა კონკრეტულად, ეხლა ჩვენი წინასწომარი სოფო ხორგვანი ამბობდა, რომ ფეხებში ისროლა მთავრობამ ამ თემის წამოწყებითო და ანუ აი ამაზე მითხარი, აი ეს რასაც ეხლა თქვენ ლაპარაკობთ, ხო, ეს ცოტა წარმოუდგენელია, რომ არ იცოდეს კობახიძემ, ხო? აი რასთან გვაქვს საქმე ასეთ შემთხვევაში, თქვა თუ შენ იცი გამოსავალი, მაგრამ ამ ნაბიჯს არ დგამ, აპრიორი ვიღაცა გამოგაცხადებს ბატყუარად, იმიტომ რომ სხვა მიზეზი დაასახელე ფასების მაღალ ფასებად და კომისიამ სხვა დაწერა. აი რა გამოდის? ხალხში არის სცენა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი ხარ, ჭვიანი ხარ.
ზოგადად ასე არ ხომ მე როცა ადამიანი რაღაც თანამდებობას დაიკავებს ადამიანების საქმეში არის რომ ის ალბათ ჭკვიანი ადამიანია და უმეტესწილად ასე არის. ხა კობახიძემ ეკონომიკა რო არის ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ხა ბოლოს და ბოლოს იურისტია და არ მოეთხოვება რომ ყველაფერი იცოდეს, მაგრამ უყურეთ რა შეა საქმე. მაგრამ იმისთვის არის ეს აპარატი და ასე შემდეგ. აი აქამდე დავიყვანოთ რომ არ უთხრეს ვიღაცა არაკომპეტენტურობა. მე მგონია რომ ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობის უკიდურესი არაკომპეტენტურობის შედეგია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება კარგი მკვლევარები ყავს სოციოლოგები, რომც უთხრეს რომ ეს პრობლემა მნიშვნელოვანია და მოდი ასე პოლიტიკურად გამოვიყენოთ, მაგრამ აი უბრალოდ ეკონომიკის მინისტრი ყავს, რომელსაც ასევე არაფერი არის ეკონომიკა, ყოველთვის პარლამენტში ამდენჯერაც მომისმენია მისი გამოსვლა, სულ გაუგნებული ვიყავი ხოლმე რომ აი ცოდით როგორ შეიძლება ადამიანის სადმე რამეს ეკონომიკურ გაწოლებას იღებდეს. ხო და ამის მტკიცებულება არსებობს. როცა კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ ქსელებს დიდი მოგება აქვს და ეს დიდი მოგებაა თურმე მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი, იქვე ტყუილი იყო, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია საჯაროა. და იმ დღესვე გადამოწმება და აღმოჩნდა რომ ტყუილი, ანუ წამიგეთ ვიღაც ადამიანს პრემიერს უბრალოდ უთხრა არასწორი რიცხვები. კარგი, მაგრამ აი ნახე ეს რატო მნიშვნელოვანი, ანუ უთხრა არასწორი რიცხვები გამოდის თუ არა ის რომ შესაძლოა, არ ვიცი ხა ეს შეიძლება კონსპირაცია იყოს, მაგრამ აინც დავსვამ ამ კითხვას, ეხლა ვკითხულობ რომ პოლიტიკოსების ნაწილი ამ იდეასაც ავითარებს რომ სამიზნეა კობახიძე. ეთანხმები ამას? მე იცით რა არ სამიზნეა იმაში რომ თქვა მთავრობას დაუდასტურდეს რომ ის არის რეალურად ამ პროცესში დამნაშავე თქვენც ამას ამბობთ მაგრამ პირადად კობახიძე რამდენად შეიძლება იყოს სამიზნე ერთ წელ აპარაკობდა და მეორე შეიძლება გამოვიდეს თქვენივე დასწრება მაგრამ რაც სისულელით და ციდებით შეიძლება ახსნა მე მგონი არის საჭირო ზედმეტი კონსპირაცია და რადგან ჩვენ ვიცით რომ არც პრემიერია კომპეტენტური ეკონომიკაში არც ყოფილი სუსის უფროსი რომელიც ეხმარებოდა და ბუღალტრულ რაღაც დოკუმენტაციას შესწავლით იყო დაკავებული არის ძლიერ ეკონომიკაში არც ეკონომიკის მინისტრია ძლიერ ეკონომიკაში ჩვენს ვიცით უბრალოდ ჩვენ ვიცით რომ ეროვნული ბანკი როგორ იქცევა და რამდენად არაკომპეტენტურია ანუ არამიზან მიმართულად გააცურეს კობახიძე ნუ რაც არა რა ვიცი რა შედეგი მოყვება ამას ეხლა თუ ამის გამო კობახიძე გადადგება ცუდი ამაში ნამდვილად პირიქით კარგი არის კომისია შექმნეს და ასე შემდეგ მაგრამ სიამტვილეში აი უბრალოდ აი უცოდინრები და არაკომპეტენტურები არიან აი ეს არის ჩემი არის თავარი მიზეზი ეხლა ვიდით არაკომპეტენტური ადამიანი სანდრო ნახეთ რა არის სხვაობა შეიძლება ანუ მეორე აქ მნიშვნელოვანია რომ ადამიანი სწორად აფასებდეს მის რაღაც კონკრეტულ მიმართულებაში არაკომპეტენტურად და ესე დროს ჩუმდება ხო ეს არის ჭკვიანური საქციელი და ხო კი ბატონო ხო და აი ეხლა აი როცა უცოდინარი ხარ და თან ზედმეტად თავდაჯერებული იმიტომ რომ ირგვლივ ეს ხო ქართული ოცნება ხვდებით იქ არ არის არანაირი გამბედავი ადამიანი ვინც ეთქვის პრემიერს რასისულელად თქვიო არ არსებობს ასეთი ადამიანი როგორც ბიზნესმენი ვერ ეთქვის რომ ეს რა თქვი ბატონი ბიზნესმენი ეს ხო არც ის არ გამოდის რომ გინდა თუ არა დააკელი იმიტომ რომ აგერ კომისია ეუბნება რომ რბილად და არა ხისტად ჩაერიეო ხო ანუ აი უბრალოდ ახლა კომისია საერთოდ ეს რაც კოლონდან და იყო მე მგონი იმასგან არავინ არ აფასებდა სერიოზულს მაგრამ აქ თავარი ამბავი არის რომ უბრალოდ არავინ არ მოიძებნება პრემიერის ირგვლივ ადამიანი ვისაც ესმის და გამბედაობა აქვს თქვას რომ ეს ისულელი გააკეთოთ რომ ადრე ეტყო და მანამდე მოგვარდებოდა ეს პრობლემა ბევრი შეცდომა არ იქნებოდა დაშვებული დებატებში იმას არის ლაპარაკებს რაც ილაპარაკა ანუ ეს შეცდომა ერთჯერადი არ იყო ბევრი იყო ბევრჯერ გაისროლა ეს ფეხში და ამიტომ უბრალოდ არაკომპეტენტურობა უდიდესი შესაძლებელი ძალიან ხშირად არის ხოლმე როცა აი მაგათ შეიძლება ბიზნესმენში თქვას რომ აი ძალიან ეს აქვს კარგი გათვლები და რაღაცა და რაღაც აუპოზიციას მოუგო ეს შეიძლება ზოგჯერ მართლაც ასე იყოს მაგრამ იცით რა როცა შენ რა ვიცი 1000-ჯერ მეტი ფული გაქვს ვიდრე შენ ოპონენტს 500-ჯერ მეტი თანამშრომელი ყავს და უამრავი სხვა რესურსი ძალიან მარტივია იყო უფრო ჭკვიანი იმიტომ რომ სიამდვილეში შენ შეცდომის გადაზღვა შეგიძლია ბევრი სხვა გზით. იგივე არის მთავრობას ხო? მთავრობას უამრავი ინსტრუმენტი აქვს და შეიძლება განცდა ადამიანს კონდეს რომ ამათ ბევრი რაღაც გაკეთება შეუძლია და ვერ იჯერებენ რომ სულელები ზიან. უკვე არაკომპეტენტურები ზიან, უცოდინრები ზიან. ამ ყოველთვაში იმასთან შესაბამისობაში არის მათი ცოდნა და კომპეტენცია, რაც პრობლემები არის. და ამიტომ ეს არის ჩემი თავარი მიზეზი, მაგრამ ნუ ეხლა თუ აღმოჩნდა რომ ესეთი ბოდიში ზაგონი გავუშალიჩეს კობახიძეს, რატომაც არა, მაგრამ ეხლა ასეთი კონსპირაციის მე არ ვჯერ. შესაძლებელია, როგორ ფიქრობ გაჩალიჩება? თეორიულად რატომაც არა, მაგრამ მე მგონი აი მე რაც ვიცი ამ ხალხს ასე თუ ისე რაღაც გამოსვლილი მაქვს მათ ურთიერთობის, მათ შორის პარლამენტიდან და მე ვიცი რომ უბრალოდ უცოდინრობის ეს ფაქტად ასია რომ არიციან და ამიტომ რადგან ეს ფაქტია ალბათ აი სამის უფრო შედეგია ვიდრე ის რომ ვიღაცამ ეს რთული კონსტრუქცია აწყო რომ ბოლოს მოდი აი რაც დაგვრჩა რამდენიმე წუთი პრინციპში ნაწილობრივ ამით დაიწყე სანდრო და რადგან ოპოზიციური ჯგუფი ხართ და შესაბამისად გაქვთ პრეტენზია რომ შეცვალოთ ხელისუფლება და უკეთეს ცხოვრებას შესთავაზოთ ხალხს აი გითხარი დღევანდელი დასკვნის გათვალისწინებითაც ხო იქ რაც წერია თქვენ რას შესთავაზებთ და სთავაზობთ ხალხს
ამ ნაწილში? არის სამი ძირითადი რაც არის გასაკეთებელი და ყველაზე მარტივი იქნებოდა. პირველი რა თქმა უნდა საწყისი პრობლემაა მოსაგვარებელი. ეროვნულ ბანკს პარლამენტმა უნდა თავის საქმე გააკეთოს, ზედამხედველობა განახორციელოს და ეროვნულ ბანკმა ნაკლებ ფული დაბეჭდოს. ეს არის ყველაზე მარტივი. 7 მილიარდს წელიწადში ბეჭდავ, არაფერი არ უშველის. ეს არის რაც აუცილებლად გასაკეთებელი. ანუ თქვენ ნაკლებს დახარჯავდით შესაბამისად. არა, ნახაჭაკი არ ვეტყოდი რომ ეროვნულ ბანკს აუგზავნავდი ამის გაკეთებას უბრალოდ. ეს იქნებოდა მარტივი ამბავი. ამის გამო ბანკების მოგება შემცირდებოდა, მაგრამ მე მგონი ქვეყანა რაღაცნაირად აიტანდა ამას. მეორე ნაწილი არის რომ უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც აი მაგალითად ელემენტარულად 300 ლარიანი ზღვარი რო გვაქვს იმპორტზე. ის რო არ არსებობდეს, ჩვენი მოქალაქეების ყველასთვის ხო ერთ დღეში გაიაფთებოდა უამრავი პროდუქტი, ხო ასეა? ან მაგალითად სხვა იმპორტზე ტარიფები მანქანებს რო ვაძვირებთ. ეს გამოწერაზე რო კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. საერთოდ სასწაული ამბავია რომ 2026 წელს 300 ლარზეა ჯერ. ხო ხდებით, აი ეს რომ მოიხსნას, მარტო ერთი ეს რომ მოიხსნას, ხო ყველასთვის ქვეყანაში გაიაფთება უამრავი პროდუქტი. რომ მოიხსნას იმპორტზე, მანქანებს რო ვაძვირებთ, რომ მანქანები ხო უნდა მანქანაზის ფული ხო ეხარჯება. აქციზები რო გავაუქმოთ საწვავზე, ბენზინი ხო გაიაფთება. და ანუ ერთი მხრივ არის რაღაც გლობალური პრობლემა, რომ უბრალოდ ლარი არ უფასურდებოდეს და ლარს არ ბეჭდავდეთ მილიარდობით ყოველ წელს და მეორე თვითონ მთავრობის ხარჯებსაც არის რეგულაციებია გასაუქმებელი, გადასახადების შესამცირებელი და საბოლოო ჯამში გადასახადების შემცირება და რეგულაციების გაუქმება ეკონომიკას გაზრდის, ვაჭრობას გაზრდის, უფრო მეტი პროდუქცია გვექნება და თუ ფული არ დაიბეჭდება, ფასებით შემცირდება. და ამაზე რო გეუბნებათ ხელისუფლება სამწუხაროდ არ არის სტუდიაში, თორე ალბათ გეტყოდათ, რომ იოლია ოპონირებიდან საუბარი და ოპონენტად ყოფნა და რეალურად პასუხისმგებლობა აქ ხელისუფლებას რო ეს ფული შეაგროვოს, რას ერთ-ერთი ბოლო რეიტინგში მილიარდერების ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ადამიანი იყო იმ მოლის ფლობელი, რომელიც ასევე არის ეს მოლები არიან მთავარი ლობისტები ამ 300 ლარიანი ზღვარის, რომ ხალხმა იაფად არ იყიდოს სხვა პროდუქცია უცხოეთიდან. ხო და რთული კი არ არის. უბრალოდ კორუმპირებულ და შეკრულ ბიზნესმენებთან არ უნდა შეკრულ ბიზნესმენების ინტერესი არ უნდა იყოს გაწყვეტის მიღების კრიტერიუმი, თორე თუ მიზანია ფასების შემცირდეს წამლებზე, საწვავზე თუ ზოგადად ქვეყანაში, ეს უბრალოდ ამის ბორბლის გამოგონება არ უნდა. ჩვენ ქვეყანა რაღაც უნიკალური ფიზიკის კანონები კი არ გვაქვს და ეკონომიკის კანონები. თელ სამყაროში ერთ და იგივე ხდება და თელ სამყაროში ამაზე ზოგადად პასუხისმგებელი არის ცენტრალური ბანკი და არ დაბეჭდონ ფული, შეამცირონ გადასახადები, გააუქმონ რეგულაციები და ეგ იქნება შედეგი. დიდი მადლობა.